ბოლო პერიოდის რეზონანსული საქმე, რომლის ფიგურანტები უკრაინის მოქალაქეები არიან, გამოძიება ამ დრომდე არაფერს ამბობს, რა მიზნით შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით უკრაინიდან საქართველოში. გამოძიების ვერსიით თითქმის 2.5 კილოგრამი ჰექსოგენი თბილისში ავლაბარში მდებარე სახლში უნდა მიეტანეთ. თუმცა სხვა ადგილმდებარეობაზე მიუთითებს ერთ-ერთი ბრალდებული. დაკავებულებიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ტრანზიტულ რეისებზე მუშაობს. მეორე კი ის ადამიანი, რომელსაც საგამოძიებო მასალების მიხედვით ტროტილის შემცველი ნივთიერება გადასცეს. სუსის მონაცემებით დაკავებულებს საშიში ნივთიერება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მისცეს, როგორც ირკვევა, გამოძიება კიდევ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს. არის თუ არა რაიმე კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმესა და ოპოზიციის მიერ თბილისში 4 ოქტომბერს დაანონსებულ გეგმებს შორის. ორივე დაკავებულს ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეუფარდეს. იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტი. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს და საგამოძიებო მოქმედებებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს. ტერორისტული აქტის სავარაუდო ლოკაცია თბილისში, ავლაბარში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი იყო. ამ დასკვნამდე გამოძიება საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მიიყვანა. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული საკუთარ ჩვენებაში საბოლოო დანიშნულების ადგილად რუსეთის ფედერაციას ასახელებს. თუმცა გამოძიება ამ ვერსიის პარალელურად სწორედ თბილისში ტერორისტული აქტის ვერსიას განიხილავს. გამოძიება უკრაინის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით 2 კილოგრამზე მეტი ფეთქებადი ნივთიერების ჰექსოგენის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, გასაღებასა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანას ედავება. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით დაკავებულები უკრაინის სპეცსამსახურის SBU-ს დავალებით მოქმედებდნენ. სუსის ინფორმაციით აღნიშნულ გარემოებას ერთ-ერთი დაკავებული საკუთარ ჩვენებაში ადასტურებს. ბრალდებულების დაკავებიდან დღევანდელი განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ Mercedes-ის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული SBU-ს თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებულ კონკრეტული პირისთვის გადაეცა. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ახლა სახელმწიფო საგამოძიებო უწყება აქტიურად მუშაობს, ის კავშირებია, რომელიც უწყებამ საქმეში ამოიკითხა. კერძოდ, სუსში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე რაიმე სახის კავშირში იყოს 4 ოქტომბრის არჩევნებსა და ოპოზიციონერი ლიდერების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის გახმაურების საფუძვლად სუსი პრევენციულ ზომებს ასახელებს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. საქართველოში დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლო პროცესიც გაიმართა. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომლის სატრანსპორტო საშუალებაშიც აკრძალული ნივთიერება ინახებოდა. ის წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მას სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მისთვის უცნობი ამანათი გადასცა და გააფრთხილა, რომ ამ ამანათს ბათუმში გამოართმევდნენ, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. ის რომ ამანათს შესაძლოა დაკავებული პირისთვის პრობლემები შეექმნა, ამას უკრაინის მოქალაქე არ გამორიცხავდა, თუმცა უფლებადამცველის თქმით, მას ამანათის შემადგენლობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელსაც გამოძიება ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენას, შენახვას და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების კოკაინის ფლობას ედავება, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ორი მაღალი ჩინოსანი მივიდა მასთან, გამოატანეს ეს ორი შეფუთული ყუთი. შიგთავსი მან არისოდა რა იყო, კითხა კიდეც რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება ხო არ არის, რომ რამე შარში არ გავეხო, მაგრამ მათ კატეგორიულად უარი უთხრეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თვითონაც უკრაინელი იყო, მისი შვილები ომში ომობენ, მისი ძმას და მისი ოჯახის წევრებიც, გადაწყვიტა, რომ რაღაც მოქალაქეობრივ ვალს იხდი და რაღაცა მოქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო არ იცის. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არ არის ცნობილი ეს დამატებითი გარემოებები, როგორც კი გახდება ცნობილი და მოინდომებს ჩვენი დაცქვაშყოფი ამ დეტალების გასაჯაროებას, ბუნებრივ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ასე ვთქვათ, გაგაცნობთ პოზიციას. ამ ეტაპზე დუმილს იყენებს. ამიტომ ყოველგვარი გავრცელებული ინფორმაცია საცხოვრისთან, კავშირთან და ასე შემდეგ გამოირიცხება, ვინაიდან ამ ინფორმაციას თავად არ ადასტურებს. დაკავებულებს ბრალდება ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესით დარღვევით შემოტანის ფაქტზე წარედგინათ, და სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ასევე ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად
20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყება მიმდინარე საქმესა და პარტია ნაციონალურ მოძრაობას შორის სავარაუდო კავშირებს იკვლევს, დღეს პარტიაში გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. რისკები შეაფასა საქართველოს პრემიერმა, რომელიც ფიქრობს, რომ როდესაც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირზე საუბრობს, ეს ფაქტი არის მძიმე და სუსი ამ საქმით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს. აშხება შესულ კავშირს იმ მოვლენებთან, შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ამ დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ დამხობასთან შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც აუცილებლად უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. ხო, თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასწარგვეთილია ოპოზიცია არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი და ასეთ დროს რა თქმა უნდა მათ ნებისმიერ ტიპის პროვოკაციის შეიძლება დაიწყონ ფიქრი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 10 სექტემბერს უკრაინის სანობრე ნიშნებით მოძრაობა Mercedes-Benz-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით შემოვიდა ქვეყანაში. მისი შეჩერებისა და შემოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2 კილოგრამზე მეტი ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. უწყების ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილზე ძლიერ მოქმედი საშუალებაა. გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ უკრაინის მოქალაქეს შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე გადასცეს. მან კი ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება საქართველოში მყოფ ასევე უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს.